ერთის მხრივ ძალიან რთული ვითარებაა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ქვეყანას მართავენ მანიაკები და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მაგრამ მეორეს მხრივ ხედავ ძალიან შესანიშნავ პროცესს, მთელი ერი არის გაერთიანებული. შეიკრა ერი და ასეთი მოძრაობა ახლა 35 წელია მიწევს რუსთაველზე დგომა, ასეთი ლამაზი და ჯანსაღი მოძრაობა ნამდვილად არ მახსენდება და ეს აუცილებლად ძალიან დადებით შედეგს გამოიღებს ამ ქვეყნისთვის და ჩვენ მართლა უახლოვდებით ევროპას, შეგნებით უახლოვდებით, აზროვნებით უახლოვდებით და საქართველოს ნამდვილად გახდება ევროპული ქვეყანა. აი ის რაც წლების წინ ცნობილი ფრაზაა თქვენმა ძმამ თქვა, მგონი ამას დღეს ბევრი იმეორებს და მათ შორის იმეორებენ ჩვენი პარტნიორები ევროპული ქვეყნებიდან, ხომ? აი ის რასაც ახლა აი სამოქალაქო აქტივობას რამდენად მნიშვნელობა აქვს, იგივე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ფაქტია რომ და ყოველთვის აღნიშნავ რომ ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს მოსახლეობას. და ასევე გკითხავთ პრეზიდენტის როლზეც აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური ფიგურა და ინსტიტუტი, რომელსაც ლეგიტიმაციასაც აღიარებენ აქ მყოფი ადამიანებიც და პარტნიორებიც. ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ გითხრათ? რა მოგწონთ, რას ურჩევდით, ან რა არ მოგწონთ თუნდაც რა? რაც შეეხება ჩვენ აქტიურობას, ბუნებრივია საზოგადოების განწყობას, როდესაც ხედავენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არ არის რაღაცა პატარა პოლიტიკური ჯგუფების სურვილები და განწყობები, რომლებიც სიტყვაზე არჩევნებში დამარცხდნენ, საერთოდ თავიდან, როდესაც არჩევნების შედეგები დადგა, ძალიან ძნელი აღსაქმელი არის პარტნიორ ქვეყნებში ადამიანებისთვის, რომ შეიძლება ამდენი გააღალბოს ხელისუფლებამ. როდესაც ხედავენ უკვე საზოგადოების ასეთ აქტიურობას, ეს უკვე ბევრად უფრო დამაჯერებელი ხდება და მათი მხარდაჭერაც ამ პროცესის მიმართ ბუნებრივია უფრო იზრდება და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების ეს აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. და უნდა ვითხრათ, რომ შემოტრიალდა არჩევნების მერე ერთგვარი იმედგაცრუება იგრძნობოდა დასავლეთში ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში და აი 28 ნოემბრის მერე ვითარება მკვეთრად შემოიცვალა და აშკარად შემოტრიალდნენ ისევ საქართველოსკენ და გვერდში გვიდგანა. მეორე კითხვა, რაც შეეხება სალომე ზუმრაბიშვილს, ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სალომე ესეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ესეთი პრინციპული და საოცრად სწორ პოზიციაზე დგას და ნამდვილ ლიდერად გადაიქცა. ჩვენ ლიდერად გადაიქცა, ამ დემოკრატიული პროცესის ლიდერი გახდა. და მე ვფიქრობ ძალიან სწორნაბიზე ხლა კრიტიკაც შეიძლება განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდზე შეიძლება ბევრი კრიტიკა, მაგას ახლა აზრი არ აქვს. ჩვენ ყველანი ერთ მხარეს ვართ, დიდი ბრძოლა მიდის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და სალომე არის ასე ვთქვათ ჩვენი წინამძღოლი ამ ბრძოლაში, თან რაც მთავარია ეს არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და საქართველოში არ ჩატარდება პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები, სალომე იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი.